გადაცემა სუბიექტური აზრი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ჩვენი სტუმარია გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის და დასაწყისშივე თქვენს და ყოველს მინდა მიულოცო ბარბარობა განსაკუთრებით პატარებს, ვისი მფარველიც არის. მადლობა თქვენს გილოცავთ. გიორგი, მინდა კითხოთ NDA-ის რეიტინგების მიმართ ნდობის ხარისხი თუ შეგეცვალათ, იქედან გამომდინარე, რომ სულ სხვა შედეგი აჩვენა არჩევნებმა, ვიდრე ეს წინასაარჩევნოთ NDA-ის კვლევის შედეგები აჩვენებდა. არ შემცვლია ზუსტად იმის გამო, რომ ამას მოველოდით კიდეც. იმ ტიპის და იმნაირ ქვეყანაში ვცხოვრობდით ჩვენ, სადაც ზოგადად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. თუმცა მე არც მეორე უკიდურეს პოზიციის მომხრე ყოფილვარ არასოდეს, რომ ყველანი უნდობლად მოვკიდებოდით ნებისმიერ კვლევას, იმიტომ რომ ასე თუ ისე განსაკუთრებით საზოგადოებრივ განწყობებს თუ პარტიულს არა, საზოგადოებრივი სოციოლოგიური კვლევები გამოხატავდა. ხო, მაგრამ ნდობამ რა მოიტანა, თუ ის სულ სხვა შედეგი აჩვენა, ნაციონალური მოძრაობა ისევ აცხადებს, რომ ენდობა NDA-ის კვლევას, თუმცა სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ დაწერა, რომ მივჩერებოდით NDA-ის გამოკითხვებს გაჭენებულ ცხენზე გვეგონა თავი, მაგრამ არჩევნები კი ნახეთ, როგორ დამთავრდაო. ანუ ასეთი ტიპის შეფასებას აკეთებენ თავად ადამიანები, რომლებიც ენდობოდნენ და დღესაც საჯარო კომენტარებში აცხადებენ, რომ ენდობიან ამ კვლევას. ნაციონალურები თუ არ დაუჯერებენ და თუ არ ენდობიან ამ კვლევებს, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში NDA-საც, მით უარესი მათთვის, იმიტომ რომ სტატისტიკას და სოციოლოგიაც მეტყველებს რეალობაზე, შენ შეგიძლია იყო ციფრების წინააღმდეგი, მაგრამ ჯობია რომ გაითვალისწინო ის რეალობა, რომელიც დღეს არის. მე სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად ლოგიკურად აღვიქვამ იმ ციფრებს, რომელიც განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ორი მთავარი პოლიტიკური ძალის, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებრივ გავლენას და მანდამი განწყობას ასახავს ჩვენს ქვეყანაში და ის კლევა, რომელიც კატასტროფული არის, მე ვიტყოდი, კატასტროფული ვარდნა, რომელიც ნაცმოძრაობას აქვს და ეს აჩვენა როგორც კონკრეტულად არჩევნების შედეგებმა, არჩევნების შედეგებზე გაცილებით უფრო მეტად თავისთავად ცხადია ამ ორი თვის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა, AIRA-ისაც და NDA-ისაც. ეს არის ვარდნის აბსოლუტურად ესეთი ხაზი, რომელიც შეუჩერებელია. თქვენ რით იხსნით, კონფორმისტიაო საზოგადოების დიდი ნაწილი, გიანოდია მამით ახსნა, გოკა გაბაშვილმა თქვა, რომ ეს არ არის თქო პრობლემური და ასეც ხდება არჩევნების შემდეგ განწყობებით იცვლებაო, აი თქვენ მაინც რითი შეიძლება ახსნათ ის, რომ ძალიან მაღალია ქართული ოცნების მაჩვენებელი, უფრო მაღალი ვიდრე ეს არჩევნების შედეგი იყო და კატასტროფული ვარდნა, როგორც თქვენ ამბობთ. იმიტომ რომ რევოლუციური გარდატეხებისა და გარდაქმნების ციკლიდან ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. რევოლუცია მოხდა 1 ოქტომბერს. თქმა უნდა, ფაქტობრივად ეს იყო უსისლო რევოლუცია, ეს იყო საარჩევნო ყუთებთან განხორციელებული შეთქმულება ქართული ხალხის მიხეილ სააკაშვილის ნაცმოძრაობის წინააღმდეგ, კრიმინალური პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ და შესაბამისად მე არაერთხელ მithქვავს არჩევნების შემდეგ და ახლაც გავამეორებ თქვენთან, რომ ეს არ იყო არჩევნები ამ სიტყვის, ასე ვთქვათ, ზოგადი გაგებით. ეს იყო რეფერენდუმი, სადაც იყო მხოლოდ ორი კითხვა. სააკაშვილის რეჟიმი და სისტემა უნდა დარჩენილიყო თუ არა. და ჩვენმა საზოგადოებამაც გააკეთა სრულიად ობიექტური სამართლიანი თავის ქვეყანასა და საზოგადოებასა თუ ოჯახზე მის გრძელვადიან განვითარებაზე გათვლილი არჩევანი. ამიტომ ბუნებრივია ესეთ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი უმრავლესობა ახდენს სრულ მობილიზებას საერთო ყველაზე დიდი საფრთხის მიმართ, როგორც იყო ნაცმოძრაობა და სააკაშვილი იმ სახით, როგორთაც არსებობდა და ამის ვიზუალიზაცია მოხდა არჩევნების წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტად მოახდინა კონსოლიდირება საზოგადოების დაგაზარალად თქვენი პარტია. ხო, თუმცა წაგებაც არის და მოგებაც მთავარია, რომელი უფრო მომგებიანი არის. ეხლა ჩვენ შემთხვევაში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, გითხრათ სიმართლე, კმაყოფილი ხართ დამარცხებით? არა, დამარცხებით როგორ შეიძლება ადამიანი იყოს კმაყოფილი? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას აქვს რესურსი და სხვათა შორის თავისთავად ის ფაქტი, რომ თვით არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მართლაც ამ საარჩევნო ეიფორიის ფონზე ჩატარებული კვლევები, მათ შორის ესეც, როცა აჩვენებს ქრისტიან-დემოკრატიულ ძალას, იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ფიგურირებს ამ კვლევებში, დამოუკიდებლად, მე პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ამ ხალხს, თუნდაც იმ 3%-ს, რომელიც თუნდაც დღეს NDA-ის კვლევებში დაფიქსირდა, სხვათა შორის AIRA იმაც იგივე აჩვენა, პლუს 7% არის ამავე კვლევებში თქვენ მიაქცევთ ყურადღებას ჩვენი მეორე არჩევანი, AIRA-ის კვლევებში კიდევ 13% არის. 35%-ია თქვენი მოწონების მაჩვენებელი, ეს დაიკლო.
გასაგებია. იყო დრო როცა უფრო მაღალი ქონდათ ვიდრე ვთქვათ იმ ადამიანებს რომელსაც დღეს 80% აქვს მოწონების რეიტინგი. მე ორი თვე ფაქტობრივად ტელეეკრანზეც არ გამოვჩენილი ვარ თუ არ ჩავთვლით ერთადერთ გამონაკლისს, როდესაც ისევ მაესტროს სტუმრობდი და ეს ბუნებრივია ასახვა სპოვებდა. ბევრს საერთოდ კითხვა გაუჩნდა, ვაპირებდი თუ არა პოლიტიკაში დარჩენას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრობლემა ბუნებრივია, არის ციფრები, რომელსაც დღეს ჩვენ ხედავთ, მაგრამ ასევე მე მიმაჩნია, რომ რესურსი, რომ საზოგადოებას მიეღო კიდევ უფრო შორს მიმავალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ჩვენ მოგცემდა რამდენიმე სუბიექტი ან პარლამენტს და არ გვექნებოდა ისეთი სიტუაცია, როდესაც პარლამენტში ფაქტობრივად ოპოზიცია არ აქვს. ეხლა კლასიკური გაგებით, რა თქმა უნდა, ფორმალური თვალსაზრისით არის უმრავლესობა ქართული ოცნების ნაციონალური მოძრაობა. ამას ვამბობ, რომ კლასიკური გაგებით ფორმალური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის ნაცმოძრაობა დღევანდელ პარლამენტში, რადგან ისინი არ არიან გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, მაგრამ სხვა მხრივ ამ სიტყვის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ფუნქციური დანიშნულებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთლიანად მოკლებული არის ოპოზიციურ ლეგიტიმაციას, ნდობა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც პერსპექტივები და ამას სხვათა შორის ძალიან ჩაუხშო, ასე ვთქვათ, ძალიან შეუზღუდა სივრცე მართლ უმრავლესობასაც მოქმედებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ძალიან რთული სურათი მივიღეთ, როდესაც მართლაც ერთის მხრივ საქმე გქონდა და გვაქვს ჩემის აზრით კრიმინალური პოლიტიკური სისტემის შემქმნელ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ეს ასევე ჩემი როგორც პოლიტიკოს მოსაზრება არის, უბრალოდ არ აქვს არანაირი უფლება ქართულ პოლიტიკაში კვლავ არსებობის და საზოგადოებისათვის ნდობის მოთხოვნის განაცხადის გაკეთების. და უნდა მოხდეს დენაციფიკაცია. მაგრამ ამის პარალელურად სხვა ოპოზიცია არ არის პარლამენტში და ერთის მხრივ ანუ ქართული ოცნება ერთგულია თავისი დაპირებების პასუხობს იმ განწყობას, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდა, რომ სამართლიანობა ქვეყანაში უნდა აღდგეს და უნდა აღმდგარიყო, მათ შორის სამართლებრივი გზით, არა მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილში. და მეორეს მხრივ არის ძალიან შეზღუდული მოქმედებაში, რადგან ურთიერთობის ფორმატი პარლამენტში განსაკუთრებით აქვს მხოლოდ და მხოლოდ ნაცმოძრაობასთან, სხვა იქ უბრალოდ არავინ არ არის და ეს ქმნის სერიოზულ პრობლემებს მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ერთადერთ ლეგიტიმურ საპარლამენტო ოპოზიციად ნაცნობნი არიან ისინი, სხვა უბრალოდ არ არის და გამოდის, რომ ნებისმიერი ნაბიჯი აბსოლუტურად დასაბუთებული სამართლებრივად, აბსოლუტურად გამართლებული მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტიკურადაც იწვევს რეაქციებს, რომელიც არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ხელისუფლება დღევანდელი და უმრავლესობა საზოგადოებას ქვეყნაში მინდა მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებდა, რომ მას არ უჭირს ოპოზიციასთან ურთიერთობა და მისთვის მნიშვნელოვანი არის ოპოზიციის როლი პოლიტიკურ სისტემაში, რომლის აშენებასაც მან ხელი უნდა შეუწყოს. გიორგი, თქვენ რომ ეხა პარლამენტში იყოთ, თქვენ ქართული ოცნების მოკავშირე იქნებოდით უფრო ვიდრე ოპოზიციური ძალის ნაციონალური მოძრაობის? ჩვენ ვიქნებოდით ჩვენი დაპირებების მოკავშირე და იმ პლატფორმის, რომელთაც მათ შორის გამოდიოდით არჩევნებში. მაგრამ როგორც მივხვდით, საუბრობთ ისო სამართლიანობის აღდგენის გზაზე მიდის და ესო ლეგიტიმაციას მოკლებული ოპოზიციური ძალა. რაც შეეხება კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევებს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას, ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან დღესაც აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა, დღევანდელ მოქმედ ხელისუფლებას და შესაბამის სამართლებრივ ინსტიტუციებს პარლამენტში შესაბამისად თუ პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება იქნებოდა საჭირო, რა თქმა უნდა ჩვენ ამას მხარს დაუჭერთ სხვანაირად. დიანა წარმოუდგენელი ჩვენ არ ეთანხმებით საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებას, რომ ეს პოლიტიკური დაკავებები, პოლიტიკური დევნა, ასეთი ტიპის შეფასებები კეთდება და სხვათა შორის არა მხოლოდ შიგნიდან, აი გოგა ხაინდრავა იყო პირველ ნაწილში სტუმრად, რომელიც საუბრობდა, რომ საერთაშორისო შტურმი არის დღეს ახალ მთავრობაზე. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი ჩვენ საუბრის დასაწყისში, რომ ხელისუფლებას ძალიან შეზღუდული აქვს სივრცე ზუსტად იმის გამო, რომ ერთ-ერთზე დარჩა ნაციონალური მოძრაობასთან პარლამენტში, რადგან ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება. აქ ხო იმაზე არ არის, არის თუ არ აღიქმება. სხვა შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორები, როდესაც აკეთებენ შეფასებებს, ყველა ერიდება პირდაპირ სახელის დარქმევა, ეს არის პოლიტიკური დევნა თუ არა. ისინი ამობენ, რომ ასე აღიქმება და მოდი ამაზე დაფიქრდით. აღიქმება ზუსტად იმიტომ, რომ სხვა ალტერნატიული ფორმატი ოპოზიციასთან, იგივე ბიძინა ივანიშვილის ან ქართული ოცნების ურთიერთობისა, უბრალოდ ფიზიკურად ბუნებაში არ
არსებობს. ასე რომ ეს ქმნის ამაუცი ფორმატის არსებობა. ეს შეცვლიდა იმას, რომ ყოველას, მათ შორის საზოგადოებას, ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო დონეზეც დაანახებდა, რომ ეს არ არის რაღაც ახალი ავტორიტარული, ტოტალიტარული მიდრეკილებების პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთ კაცზე არის ჩამოკიდებული და არ შეუძლია არავლენს უნარებს ოპოზიციასთან ნორმალური ურთიერთობა. თქვენ არჩევნებამდე არის ის თქვით ნეგატიურად პოლიტიკური ძალის მიმართ განწყობილი და ეს შეგეცვალათ. ამის რესურსი არსებობს ჩვეულებრივად და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს მიდგომებს. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა შეუძლია თქვას, რომ თანმიმდევრული იყო და არის ჩვენ ვართ, როცა თქვენ მითხარით, როგორ მოიქცეოდეთ იმ შემთხვევაში თუ კი აი ამ საქმეებთან დაკავშირებით პოზიციის გამოვლენა იქნებოდა საჭირო, როგორ ფიქრობთ? გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით, რომლის გამოძიებასა და გასაჯეროებასთან მე პირადად ბევრ ჩვენს მეგობართან ერთად უშუალო გარკვეული წვლილი მიგვიწვის, ხო, არც თუ ისე მეორე ხარისხოვანი. იქნებოდა თუ არა ჩემს ინტერესში, იქნებოდა თუ არა ჩემი პოლიტიკური და მორალური ვალდებულება ყველა დამნაშავის გამოაშკარავება და დასჯა, თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი და მოვლენა საქართველოში აღარასოდეს არ მოხდეს. ან იგივე ვაზაგაშვილი, ან რომელიმე სხვა საქმე, ან იგივე მათ შორის ცალანი, რომელიც დღეს არავის ახსოვს და ისიც მისი გარდაცვალება სწორედ დროებამ გამოიტანა საზოგადოების სამშევროზე. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამიმდერულები. ვინ მოგწონს და ვინ არ მოგწონს, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ მოიქცევა. ეხლა რაც შეეხება ეკონომიკურ დაკვირვებით ქართული ოცნება კარგად, ანუ ხელისუფლება კარგად იქცევა, მთავრობა ასე. მოთხოვნილება მათ შორის მედიის მხრიდან, რომ მე პირადად და ქრისტიან-დემოკრატებს უფრო აქტიური პოზიციები დაგვეფიქსირებინა ახალი მთავრობის მოქმედებებთან დაკავშირებით. გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება, მაგრამ მეორეს მხრივ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ არ გვინდა ჩასაფრებულის პოზიციიდან ვილაპარაკოთ, რადგან იგივე კახი კალაძეს ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილს როგორც პრემიერ-მინისტრს გარკვეული დრო ჭირდებოდათ იმისთვის, რომ ელემენტარულად გარკვეულიყვნენ რა ვითარება არის ადგილზე. მე კენედის სიტყვები მახსენდება ხოლმე ამ დროს, რომ ყველაზე მეტად, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რაც გაგვიკვირდა, იყო ის, რომ ყველაფერი მართლაც ისე მძიმედ ყოფილა, როგორც ჩვენ ამას საარჩევნო კამპანიის დროს ვლაპარაკობდით. სიტუაცია განსაკუთრებით ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ტარიფებში, სოციალური კუთხით მართლა ძალიან მძიმე არის. ამიტომ ძალიან სიმპტომატური იყო, ხო, იგივე ივანიშვილის საცხოვრებელ რეზიდენციასთან დევნილებთან შეხვედრის კადრები, რომლებიც ყველამ ერთად ნახეთ, როდესაც ეს ადამიანები შეხვდნენ იქ ქვეყნის დღევანდელ პირველ პირს. პრაქტიკულად ასე არის. კიდევ ფრაზას დავამთავრებ და მე შუაში როცა ისინი სათხოვნელად მივიდნენ პრობლემის მოსაგვარებლად, სადაც მათ პრემიერმა უთხრა, რომ მე რო თქვენ მოგიგვაროთ ეხლა სხვადასხვა საქმეც ამაშია, რომ ამ საქართველოს დიდმა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოხატული ბრაზთან ერთად, რა თქმა უნდა, იმ იმედით მიცა ხმა ახალ ხელისუფლებას და მათ შორის ბატონ ივანიშვილს, რომ ამ პრობლემების მოგვარების რაღაც განსაკუთრებული ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ სარეკავო პაუზამდე თქვენ სერიოზული პრესი იქნება როგორც მოქმედ მთავრობას და ასევე პირადად ივანიშვილზე გადაწყვეტილებების მიღების დროს. რამდენიმე ვიზიტი გქონდათ, ვიცი ბოლოს იყავით ბრიტანეთში. თქვენს მიმართ თუ არის შეკითხვები, ვთქვათ, რა ხდება საქართველოში და თქვენ რას უხსნით ამ დროს? რომ სამართლიანობის აღდგენა მიდის თუ ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა? ანუ ვის ლოგიკას მე რა თქმა უნდა ვთქვი, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში. თუ ადამიანმა ჩაიდინა კრიმინალური დანაშაულის, უნდა დაისაჯოს და მით უმეტეს უნდა დაისაჯოს თუ არის საჯარო პირი, საჯარო მოხალე და უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მაგრამ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპისათვის ეს დასჯა რა ფორმით უნდა გამოიხატებოდეს, ამაზე მე ჩემი აზრი მაქვს და თუ გინდათ სარეკავო პაუზა ეთერში და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. ჩვენი გადაცემა 11 ნაწილი ძალიან მცირე დრო დაგვრჩა, გიორგი დაბრუნდა ეთერში. ეხლა ვინ არის თქვენი მთავარი ოპონენტი, ვინაიდან ოცნება იყო წინასაარჩევნო თქვენი მთავარი ოპონენტი ბუნებრივია ოპოზიციურ ფლანგზე. ეხლა თქვენ ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოპონენტი ხართ. დღეს ლევან ვეფხვაძე წერდა, რომ ის სტერეოტიპი, რაც ჰქონდა ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩამოგშორდაო, გულისხმობს ალბათ ცნობილ გამოთქვას სატელიტი ოპოზიციის შედეგებთან დაკავშირებით მომგებიან მარც დამარცხება იყო თუ გამარჯვება, ამას გულისხმობდი, რომ აი ეს იარლი კლიშე, რომელიც თავის დროზე ჩვენმა არაკეთილის მსურნელებმა სრულიად დაუმსახურებლად მოგვაწევეს, ამ შემთხვევაში ავტომატურად ბუნებრივად იშლება და შორდება. ეს ძალიან ძვირი გვიჯდება, როცა არ ახარ საპარლამენტო პარტია დაწყებული ტრიბუნით დამთავრებული დაფინანსებით სერიოზული პრობლემები გიჩნდება, მაგრამ ეს კარგია და ჩვენ ამით კმაყოფილები ვართ. ამას ხედავს სხვათა შორის საზოგადოებას და ამაზე მეტყველებს საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. ანუ ის რომ თქვენ არ გამქრალ ხართ? არა და საქმე რა შეეცახა, არ არის ჩვენს გაქრობა არ გაქრობაზე. ეგ საუბარი
მდგარი იმაზე, რომ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს. ხო, ავტორიტარული რეჟიმისა და სისტემის მშენებლობა შეჩერდა, დაინგრა, მაგრამ მთავარი ის კი არის ახლა სადაა, მთავარია რა მიმართულებით ვიწყებთ სვლას. ამიტომ ის განაცხადი, რომელთაც ახალი მმართველი კოალიცია არის მოსული ხელისუფლებას, ჩვენთვის სრულად მისაღებია. დემოკრატიული სახელმწიფო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავისუფალი ბაზარი, სოციალური პრიორიტეტები. ეხლა მთავარია ეს ადამიანები და ეს მთავრობა როგორ დაიწყებს ამის კეთებას. აი თანაარსებობასში რა ხარვეზებს ხედავთ? ანუ სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი? აპრილი გამიხადეთ თქვენ მაინც რო კოჰაბიტაცია არ ახსენებთ. აღარ მიყვარს ჩვენი ქართული სიტყვა შეხამება თანაარსებობა პოლიტიკური რა პრობლემაა? კარგი, რა შეიძლება კიდევ უფრო მეტი მაღალ ჩინოსნის წინააღმდეგ, კიდევ უფრო მაღალი რანგის ჩინოსნის წინააღმდეგ ყოფილი აღიძრეს საქმე და რა მოხდება? აი აპრილს ახსენებს რამდენიმე ლიდერი ნაციონალური მოძრაობის. აი რა საფრთხე შეიცავს აპრილი? საქართველოში არ არის არც ერთი ნორმალური ადამიანი, მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ არ ხვდებოდეს იმას, რომ ის რაც ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში, არც ერთი ცალკეული მეისრის, რიგითი პოლიციის უფროსის თუ პროკურორის ბრალი არ იყო მხოლოდ. ნახევარი წუთი გვაქვს კი. სათავეში იყო ის, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას, ვინც იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ თუ სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში რიგითი ადამიანების დაჟე, მაშინ როდესაც მთავარი პასუხისმგებელი პირები დღეს ძალიან ესე თამამად ყელყელაობენ ტელეეკრანების წინაშე, არ იქნებოდა მართალი. ამიტომ როცა დაჟის შინაარსა და ფორმაზე ვლაპარაკობ, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, მაგრამ საზოგადოებამ და ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ეს ხალხი შემდეგ ციხეში უნდა აღმოჩნდეს თუ არა, იმიტომ რომ შეიძლება მათთვის საბოლოო პოლიტიკური სამართლებრივი განაჩენი გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს ამ ქვეყნისთვის, ვიდრე ვიღაცეების ციხეებში ხილვა, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას დღეს ჭირდება წინსვლა და არა ჩარჩენა წარსულში. და ჩარჩენა წარსულში იქნება თუ კი ვერ გავარღვევთ ამ მოჯადოებულ წრეს, როდესაც ყველა ახალი ხელისუფლება ძველი ციხეში გამომწყდებით არის მხოლოდ დაკავებული. ეს არ არის ამოცანა ჩვენი მომავლის უზრუნველსა. გადავაცილეთ ერთი წუთი დიდი ბოდიში ესეთია თანამედროვე ეპოქა და ბევრი რეკლამა ტელეკომპანია მაესტროში. მადლობა გიორგი თარგამაძეს და ჩვენ მაკაც ინცაძეს უკავშირდებით. საღამო მშვიდობის, მოკლედ გაგაცნობ დღის მნიშვნელოვან